მივესალმები რადიო იმედის მსმენელს და მაყურებელს. დღეს სამშაბათია, ეთერშია გადაცემა იმედის კულტურა. მე გადაცემის წამყვანი და ავტორი ლადო ტატიშვილი გახლავართ. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ახალი წლის მოლოდინში ვართ, დარჩა სულ რამდენიმე საათი და თემაც ავარჩიეთ ისეთი, რაც ალბათ ყველაზე მეტად უხდება საქართველოს ქართულ სუფრას, ეს არის ქართული სიმღერა, ქართული მრავალხმიანობა, რაც არის ალბათ ჩვენი, შეიძლება პირდაპირ დავარქვათ იდენტობა და პასპორტი. ჩემი სტუმარი გახლავთ ყველასთვის კარგად ნაცნობი, ჩვენი კოლეგა, მუსიკოსი, არტისტი, ხელოვნებათმცოდნე, ფოლკლორისტი, ბატონი გია ბაღაშვილი. მოგესალმებით, ბატონო გია. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო. მეგობარო და მივესალმები დიდი პატივისცემით რადიო იმედის მსმენელსა და უკვე მაყურებელს. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და საერთოდ ყველა სტუმართან ასე ვიწყებ ხოლმე საუბარს, დრო რო არ დავკარგოთ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, რომ მოიცით დროს რამხელა მნიშვნელობა. ადრე იყო ესეთი ფორმულირება, რომ დრო ფულიაო და ბოლოს ჩამოყალიბდა ყველა იმაზე, რომ დრო ფულზე მეტია, იმიტომ რომ ფულს უკან დაიბრუნება. და დროს ვერავით არ შეძლება. აბსოლუტურად მართალია და გეთანხმებით. დავიწყოთ მაშინ, სასაუბრო ალბათ ძალიან ბევრია და მეთანხმებით მრავალხმიანი საქართველო, ასე დავარქვით დღევანდელ გადაცემას. ის რომ ამ პატარა ქვეყანაში ასეთი რადიკალური კულტურით სავსე კუთხეები გვაქვს, ხო, სამოსი, კერძები, აღარ დავიწყებ არაფერს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხმა, სიმღერა. მოდი ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ საიდან, როგორ, რანაირად, რა განაპირობებს ამ რადიკალურ სხვაობას ჰავა, მთა, ბარი და რამდენიმე კითხვას ერთად დავსვავ. და ყველაზე მნიშვნელოვანი, საიდან იკვეთება პირველი, აი ვერც წოდებული უკვე პროფესიული ფოლკლორული ნაწარმოები. ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვინც პირველად ჩაწერეს, აი საიდან მოდის ეს პატარა ისტორიაც რომ მოგვიყვეთ. კი ბატონო, სიამოვნებით. ჯერ დიდი მადლობა. შენ ჩემო ძვირფასო ადამიანო და მრავალხმიანი კაცო, ის რომ ეს რუბრიკა და ეს მიმართულება აირჩია და სწორედ ამ სახელდებით და ამ შინაარსით უძღვები რადიო იმედში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რაც რო გადის კიდევ უფრო მეტად ვწმუნდებით, რომ კულტურაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ყველაფრის წარმართველი ნეფსით უნებლიეთ არის კულტურა და უკულტურო ადამიანი ყველაფერს უკულტუროდ ჩადის და პირიქით განათლებული და ვისაც ეს ცოდნა არის ინტეგრირებული და არ არის ზედაპირული, მისი გადაწყვეტილება პოლიტიკაში, ეკონომიკაში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში არის გაცილებით უფრო სწორი, მართალი და შეწონილი წარსულთან აწყოსთან მომავალთან. აი წარსულის აწყოს და მომავლის ერთიანობის თვალსაზრისით ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული და ძალიან დიდარი ხალხი ქართველები, იმიტომ რომ რაც შეეხება ჩვენს მრავალხმიანობას გადაჭარბების გარეშე უნიკალურია. მიუხედავად იმისა, რომ არა მარტო პოლიტკორექტულობა, ზოგადად აი კულტუროლოგიაში ჩამოყალიბებული ხედვები მოითხოვს იმის აღნიშვნას და ეს მართლაც ასეა, რომ ყველა ერის, ყველა ხალხის კულტურა თავისთავად არის თანაბრად ფასეული, მნიშვნელოვანი, მაგრამ მიყვარს ერთი გამონათქვამი ცნობილ ქალბატონს ეკუთვნის დემოკრატიასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიაში, დასავლურ დემოკრატიაში ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია. აი იგივეს ვიტყოდი ამ შემთხვევაში ქართულ მრავალხმიანობაზე, რომ ყველა განსაკუთრებულია, მაგრამ მაშიც გარკვეული ობიექტური კრიტერიუმებით თუ მოვიხმევ და მოვიხმოვ და მით უმეტეს იმ მიმართულებით, იმ ასპექტებით, რომელიც თავად დასახეთ ჩემო ბატონო. აი ნახეთ როგორი ვითარება გვაქვს. აი მაგალითად ჩვენ ეთნომუსიკოლოგებს განსაკუთრებით უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობაში ყველაზე მეტად გვიჭირს ხოლმე ორი რამ. ერთი იმის ახსნა, რომ ეს ერთი და იგივე ერის შექმნილი მრავალხმიანი სიმღერებია. იმდენად განსხვავდება მრავალხმიანობის ფორმებით, იმდენად განსხვავდება თქვა მუსიკალური პარამეტრებით და მსგავსება რომ დაძებნო მათში, გაცილებით მეტად ჩაღრმავება გჭირდება და ჩემს პედაგოგს, გამოჩენილ ქართულ ეთნომუსიკოლოგს პროფესორ კუკური ჭოხონიძეს რომ დავეფასო რომ მუსიკალურ ფუძე ენამდე ჩახსება, გიწევს რომ შენ მსგავსებები ნახო, მაგრამ განსხვავებანი ზედაპირზე დებს. და ის რომ დაარწმუნო რომ თუშური მეგრული სიმღერები, თუ ერთ-ერთი თუშური მეოთხე მეგრული, ახეთ გურული, იქით კახური, ახეთ სვანური და იქით ქართული და ასე შემდეგ. რაჭული და ასე შემდეგ. ეს არის ეს დიალექტები არის ერთი და იგივე ერის შემადგენელი ნაწილები, წარმოუდგენელი მრავალფეროვნება, აი წარმოუდგენელი. მით უფრო, როდესაც შენ სამართლიანად აღნიშნე, რომ ეს არ არის ცალკე აღებული მხოლოდ მრავალფეროვნებაში მოცემული.
მსგავსი განსხვავებები არის ეთნოგრაფიული მიმართულებით და ესე თავისთავად ეხმიანება გარემოს, ბუნებას და ასე შემდეგ, მაგრამ მრავალხმიანობის თვალსაზრისით მართლაც საოცარი, რატომ მოგახსენებ ამ ყველაფერს? ასე პირდაპირ, ასე ვთქვათ, შედარებითი ანალიზი მთლად კორექტული და სამეცნიერო თვალსაზრისით გამართლებული არ არის, თუმცა ჩვენ თვალს თუ ვთქვათ, შევავლეთ და გეოგრაფიულ არეალს განსხვავებთ, 5 საქართველოს ხელა ტერიტორია შეიძლება გაიაროთ აბსოლუტურად ერთგვაროვანი ტიპის სიმღერებს შეხვდებით. ერთ და იგივე ტიპის ან ერთხმიანობა, ან იგივე მრავალხმიანობა. რადგან ერთხმიანობა ვახსენებ, ან იმასაც მოგახსენებ, რომ თავისთავად ეს ცალკე აღებული ისტორიულ-კულტურული ფენომენია, რომ საუკუნეების განმავლობაში აი ამ რეგიონში ჩვენ ვიყავით მრავალხმიანობის კუნძული, გარშემორტყმული ერთხმიანად, ანუ მონოდიურად მოაზროვნე, მოფიქრალი და მომღერალი ერების და კულტურების, რომლებიც ჩვენს მიმართ ხშირად ექსპანსიურად იყვნენ განწყობილები და ამ შემთხვევაში აი იდენტობა აღნიშნებდა სულეთ სამართლიანად. მეცაც ვიტყვი, იდენტობასთან ერთად ფარი და მახვილი იყო ჩვენთვის მრავალხმიანობა კულტურული თვალსაზრისით. და შევეცდები რამდენიმე მაგალითი მოიყვანო ამასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ როდესაც გიწევდა შენი თვითყოფადობის ასე ვთქვათ დაცვა და ამ დროს შენი განსხვავება თავარი მუსიკალური სააზროვნო სისტემაში სწორედ მრავალხმიანი აზროვნება იყო. ასე დროს ნახე რას აკეთებს ქართველი კაცი და ჩვენი აი მართლაც ბადოგულის უყურდა ამის აღნიშნა ასევე რომ საოცრად ფესვმაგარია ქართველი კაცის მუსიკალური მეხსიერებაო. რომ არა ეს ფესვმაგრობა, ზეპირობა როგორც ონტოლოგიური არსებობის ერთადერთი ფორმა საუკუნეების განმავლობაში არ მოგცემდა საშუალებას რომ შემოგვენახა ჩვენ ათასობით რეალურად მჟღერი დღეს არსებული ფოლკლორული ნიმუშები და ამ ხრივ ჩვენ რამდენად დაწინაურებული ვარ, უბრალოდ აი წარმოდგენაც ძნელია ამ რთულია ამ საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისთვის, იმიტომ რომ უამრავი დიდი ევროპული ქვეყანა, რომელსაც არაფერი არ აქვს ლამის შემორჩენილი აი ამ ფოლკლორული წარსულიდან. აქვთ ვთქვათ თეორიული ტრაქტატები, მაგრამ რეალურად მჟღერი საუკუნეების მანძილზე, მამიდან შულზე, ზეპირი გზით გადაცემული ფოლკლორული ნიმუშები ის დიდიც ჩვენ ვართ განებევრებული, მათ არ მოეპოვებათ. ყოველ შემთხვევაში ახლოსაც არ არის ასე ვთქვათ ასეთი სიმრავლე და მრავალფეროვნება. და რაც შეეხება აი თავის დაცვას, ნახეთ, როდესაც ჩვენში შემოდიოდა როგორი კომპლექსური შეკითხვას დამიცვის შესაბამისად ეს პასუხიც გამოდის. მაგიტომაც მაინტერესებს. ხო და ნახე როგორ არის, როდესაც ჩვენში მაგალითად შემოვიდა ბიზანტიის გავლით ერთხმიანი ებრაული ფსალმოდიები, ეგრეთწოდებული 8 ხმის სისტემა, თუმცა 8 ჰანგი გულისხმობს ხადია და არა ვერტიკალში 8 ხმა. ქართველებმა ადრეულ შუა საუკუნეებში მოვახერხეთ ის, რომ გავითავისეთ კანონიკური სისტემა არ დაგვირღვევია, ანუ კანონიკა არ დაგვირღვევია და შევქმნით თვითმყოფადი ეროვნული მუსიკალური ლიტურგიკული ციკლი, თანაც ეს აღმოჩნდა ყველაზე ადრე მთელს მართლმადიდებულ სამყაროში. და შევქმნით ეს საოცარი ნიმუშები და თანაც რა ხდება, შემოვიდა ერთხმიანი და ჩვენ აქ გავამრავალხმიანეთ. და ალბათ დამეთანხმებით ბატონო გია ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, აი თქვენ არაჩვეულებრივად თქვით, რომ აი რამდენი რამე ჩვენ გარშემო, რამდენი მტერი, ხო? ორ რაღაცაში ვერ მოგვიტრიკეს თავი, ეს არის ქრისტიანობა და სიმღერა. ხო, მიუხედავად ყველაფრისა, რა კულტურა მარცა და ჩვენი ესე ვთქვათ, არა მარტო ტერიტორიის დაპყრობა და ოკუპირება, არამედ კულტურისაც, ხო? იდენტობა უნდა წაართვა ჯერ ალბათ ერთს, რომ შემდეგ ის დაიპყრო. და ნახე დასურთქამდა კიდე პირველი მომხდური ხო, შაჰაბას პირველი რა გახსენდება, რომ ყველაზე ერთ-ერთი ესეთი გადაღებული მაგალითი ყველამ რომ ის იყო შაჰაბაზი, რომელიც ასახელდა ვაზი რასაკვირველია. რატომ? იმიტომ რომ ზუსტად იცოდა, რომ ეს არ არის მხოლოდ აგრარული კულტურა, ის არის ჩვენი იდენტობის ნაწილი და თანაც ნახეთ აქაც საოცარი შინაგანი მთლიანობა ჰანგის და იგივე ვაზის. საქმე ის არის, რომ აი ეს ქრისტიანობა, რომელსაც ჩვენ გადაუშალეთ ილიას ქვისარიყოს და მართლაც ისეთი ტაძარი დავდგით, რომ ვთქვათ ვერანაირი ძალა მას ვერ შემოსრავს. ესე იგი აღმოჩნდა აი ბოლო კვლევები და სხვა შორის მინდა მოგილოცოთ თქვენ და ყველა ქართველს ის, რომ მრავალ სხვა აღიარებათა შორის სულ ცოტა ხნის წინათ იუნესკოში ხორბლის ტრადიციის აღიარება რომ მოხდა და ნახეთ. ის რომ საქართველოს ღვინის აკვანია ეს უკვე დადასტურებულია და რაც
უზუსტესად და ძალზე პოეტურად ეს სამეცნიეროდ აქ ნათქვამი ბატონ დავით ლორთქიფანიძეს რომ მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არის რომ 8000 წლის წინათ აქ ჩვენმა წინაპარმა შორეულმა პირველად მოახდინა ვაზის დომესტიკაცია ის რომ ყოველ წელს იწურებოდა ეს ღვინო ეს არის უწყვეტი 8000 წლიანი საგა ქართულ მიწაზე ღვინისა და საქმე ის არის რომ ხორბალი და ღვინო ეს არის ორი კულტურა რომელიც მონაწილეობს ევქარისტიაში და ევქარისტია მოგეხსენება არის ყველაზე დიდი საიდუმლოება ქრისტიანული და როდესაც შენ შინაგანი განსაკაკ რომ ამ მიწაზე არის მოყვანული ეს და შენია და ნასესხები არაფერი გაქვს ამ შემთხვევაში თითქოს ჩვენ ამ ხრივაც აი აგრიკულტურული თვალსაზრისით მზად გავხდით ქრისტიანობას შევაგებთ შემდგომ ჩვენი სამხმიანობა და ისე გასამხმიანდა რომ ამან წარმოშვა შემდგომ წმინდა უღმერთო რომანი ქერუბიმთა ჩვენი იდენტობა და სიმღერა განუყოფელი რამ არის აქ თან ნახეთ 16000-ზე მეტი საგალობელია დღეს დაცული ის რა ჩემორჩა ხო მინდოდა მე და სხვადასხვა ეხლა სხვა გზით სხვა მაგალითად წავიყო იგივე პრინციპი აი გორი მეტა პრინციპი ასე ვთქვათ მთავარი მეთოდი რომლითაც ჩვენი კულტურა თავს იცავდა გამრავალხმიანების მიმართულებით აღმოჩნდა სულ სხვა კუთხით ქალაქი მოგეხსენება და ქალაქის კულტურა ყოველთვის იყო შინაგან და ჭრელი იმიტომ რომ ეთნიკური სიჭრელე ამას განაპირობებდა და ეს ვთქვათ კულტურული ურთიერთშეღწევა და ინტეგრაცია ჩვენ ყოველთვის ღია კულტურა ვიყავით და ეს იყო ჩვენი სიმდიდრე მოძრაულად თბილისი ამ ხრივ გამოირჩეოდა მაგრამ ამ თბილისში იყო თავშესაყარი საუკეთესო მუსიკოსებისა მათ შორის პროფესიონალი შემსრულებლების ამ შემთხვევაში უფრო ინსტრუმენტულ მუსიკას გულისხმობ და როდესაც აღმოსავლური ჰანგი და აღმოსავლური ზურნადულუკი ასე ვთქვათ ეს რომელ პერიოდს ამბობ ბანოლოგია თქვენ 19 საუკუნე უფრო მანამდე პერიოდია როდესაც ფექსი კიდევ ჩვენთან აღმოსავლური მუღამათი ანუ მაკამათი სხვადასხვანაირი სახელწოდებით მთელი ეს ციკლი რა ხდება საინტერესო საქართველოში ამ კუთხით ქართველმა კაცმა აქაც მოაქართულზე ცალკე გეტყვის ძალიან საინტერესო ისტორიას და აქაც გაასამხმიანა. ანუ დუდუკის ჰანგის რომელიც თავდაპირველ ანუ ორიგინალ ვერსიაში ერთხმიანი იყო, მისი გასამხმიანება მოხდა საქართველოში და კერძოდ თბილისში. ეხლა ეს მოკართულება რო გითხარით, როდესაც ჩვენი გენიალური კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი ქმნიდა თავის საოცარ ოპერებს, რომელთაც დღეს სამართლიანად ვამაყობდა ჩვენი ეროვნული კულტურის უდიდესი მონაპოვარია. თანამონაწილე ამ პროცესისა ძალიან აქტიურად ჩართული იყო დიდი მომღერალი ვანო სარაჯიშვილი. და რომელიც მაშინ მოგეხსენება აი სწორედ ეს ორიენტალური პლასტი მუსიკისაც ძალზე ფეხმოკიდებული იყო და პოპულარულიც და გამჯდარი ძვალრბილში მაშინ თბილისში. და როდესაც იწერებოდა ზაქარია ფალიაშვილის მიერ ეს საოცარი პარტიტურა ასე მიმართავდა თურმე ვანო სარაჯიშვილიო რომ მალიმალ ზაქრო მოაქართული აი ეს შეძახილი სხვადასხვა შემთხვევითი არ არის იმიტომ რომ ჩვენ იმდენად მტკიცედ გვაქვს ის მუსიკალური ჰანგი რომელიც ძალიან ძნელი სათქმელია რას გავს თავის თავს და ჩვენ იმდენად თვითმყოფადია რომ ამ შემთხვევაში თუ რას დაეხნო და ამიტომაც არის რომ ჩვენი დიდი კომპოზიტორები პირდაპირ თუ ირიბათ სხვადასხვა მეთოდი არსებობს ხალხური ვთქვათ ჰანგის ხალხური დონასების მოხმობისა მაგრამ ზაქარია ფალიაშვილისგან დაწყებული აი რა გითხრათ დღევანდელ დღეს მოქმედი საკომპოზიტორო სკოლის ვერ ვიცი წარმოადგენს ქართული ფოლკლორი რომ ვარიანტი შანსი არ არის ალბათ რომ ვიღაცა თუ მუსიკაშია დღეს რომ ესე ვთქვათ რაღაცა მოქმედებას არ გზნობდეს რაღაცა ერთგვარი ისიც არის ისიც რომ აი ვალდებული ხარ იმდენად ძლიერია ეს კიდევ ერთხელ ისე როგორია თუ პირდაპირ არ იყენებს ჰანგებს ან არ იყენებს მოტივებს როგორც ზაქარია ფალიაშვილი როგორც სულხანძიცა და სხვები ხო აი მაგალითად ჩვენი დიდი და საამაყო კომპოზიტორი რომელიც სწორედ რომ ყველაზე ნაკლებად გამოირჩევა მიმართულებით გია ყანჩელი აი მასთან სახის მეტყველების პრინციპებით აუცილებლად მიხვდები რომ ეს არის ძალიან ქართულია მისი ჰანგები აი იქ ზოგადად ესთეტიკური და მხატვრული პრინციპები იქ სხვა მხრივ დაძებნი და ამ შემთხვევაში უკვე ფორმის გააზრება ჰარმონიის ჩვენეული შეგრძნება სადღაც დოლი მაინც შემოყავს რაციონალური და ემოციური აუ დოლს ერთი ისტორია სადღაც დოლის მაინც შემოყავს უკვე ხდება მაგის ნომერი მოგიყვანო არ შემიძლია არ კითხოთ ბატონო გია იმიტომ რომ
ალბათ თქვენთვისაც ძალიან ბევრი უკითხავთ ეს რა მოგვიყევით ეს ამბავი რამდენად მართალია როგორ არის რამდენად გავიდა ეს და რამდენად მართლა სხვა ქვეყნების კულტურაზე მოახდინა მოქმედება. ანუ ქალთურ სიმღერას გულისხმობ. იმიტომ რომ თქვენ ხშირად გსმენიათ, ამბობენ, რომ აი ძალიან იდენტურია ბასკური სიმღერა, იქ კიდე სხვა რომელიღაცა საფრანგეთის მხარის, ან იტალიელების, ანუ მართლაც არის ეს ასე თუ უბრალოდ დამთხოვებია? ის რა არის, საერთოდ როდესაც გავსებაზე მიდგება საქმე, თუ და უფრო აკადემიურად და სამეცნიერო მიმართულებით შევხედავთ, ორი მხარეა. ერთი ეს უნდა იყოს ან გენეტიკური ნათესაობის კვალი და მის შედეგი, ან უნდა იყოს ტიპოლოგიური მსგავსება. სამწუხაროდ გენეტიკური ჯერ ასე დადასტურებულად თლად ვერ არის მიუხედავად რომ კულტუროლოგიური თვალსაზრისით უამრავი პარალელია, ნუ აი ძალზე საგულისხმოდა ამ ხრივ ჯერ მარტო რისმა გორდეზიანის ამ აც გარდაცვლილი შესანიშნავი მკვლევარის ნამუშევრებია საკმარისი რომ ძალიან საინტერესო მოსაზრებები აღიძრას უნდა მუსიკალური მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ მე როგორც ვიცი, სამწუხაროდ ენათმეცნიერების მიერ ასე ვთქვათ მყარი საბუთი არადა ენათმეცნიერება ამ მიმართულებით თუ შეიძლება ასე ვთქვათ კულტუროლოგებს რომ მათემატიკოსები ვახსენოთ დაახლოებით ესეთი ნიშნულობის არის მათი მტკიცება რომ ვთქვათ აი სამწუხაროდ ლინგვისტურად ასეთი კავშირები დიდად არ დასტურდება. მაგრამ ტიპოლოგიური თვალსაზრისით მართლაც არის ძალიან დიდი მსგავსება. თუმცა ნახეთ, აქაც აი იგივე კორსიკული მუსიკა რო ავიღოთ. იქ სადაც არის ბურდონული მრავალხმიანობა, ანუ გამულ ბალზე როდესაც ერთი ან ორი ხმა არის, ზედაპირულად რო აქვს სადასუქოთ ჩვენი მსმენელისთვის ვინც არის ის თუ რაც ისოს ბურდონული მრავალხმიანობა, აი დაახლოებით ისეთი როგორც ქალში კახეთში არის ჩვენთან გავრცელებული, ხო? აი ასეთი არის კორსიკაში ფეხმოვკიდებული, მაგრამ ამის მიღმა, როდესაც შენ გაქვს კონტრასტული პოლიფონიის ისეთი ნიმუშები, როგორც არის გურიაში. როდესაც არის სინქრონული იგივე კომპლექსური მრავალხმიანობა საოცარი, თან ასეთი სიძველის სულმცირე 3000 წლიანი ისტორიისა ისაც გვაქვს ჩვენ სვანეთში. უამრავი საინტერესო შერეული გარდამავალი ტიპი, რომელიც ცალკე მეოთხე ტიპად გამოყოფთ ხოლმე ეთნომუსიკოლოგები. ეს არის ისეთი შინაგანი, როგორ გითხრა, მრავალფეროვნება, რომ ასე თქვა, შენს ერთ მხარეს, შენს ერთ-ერთ ტიპს მრავალხმიანობისა ტიპოლოგიურად გავს. ნამდვილად. მაგრამ, ნუ იმის მიღმა, თორემ მეორე არ მithქვამს რისი ახსნა და რისი დამტკიცება გვიჭირს ხოლმე ეთნომუსიკოლოგებს. ერთი მოგახსენეთ უკვე ის რომ ყველა კუთხე ქართულია და ეს ერთი ერის შექმნილია და მეორე ის რომ ეს არის მართლაც აუთენტური ნიმუშები და არ არის კომპოზიტორის მიერ გადამუშავებული, ხელშეულებული, იმდენად რთულია მუსიკალური თვალსაზრისით და აი როდესაც ისმენს მაგალითად რო სახარი არანჟირება არ არის და ასე შემდეგ. აი მე გეტყვი რა კონკრეტულად რაც უფრო მომზადებულია პუბლიკა, რაც უფრო რაფინირებულია მსმენელი. აი განსაკუთრებით საუნივერსიტეტო წლებში. მე რაც მომწევია, ხო, იგივე ჰარვარდში, სტენფორდში, ბერკლიში, კოლუმბიაში, მადრიდის სამეფო კონსერვატორიაში. როდესაც ქონია პროფესიონალებთან შემდგომ ამის ახსნა და წყაროები მიჩვენებია, მით მეტია ახტაცება და აღფრთოვანებით, რომ მათ მნიშვნელობა და თბილისს რო თქვა ფასი იციან ამ ყველაფერს. ფასის ხადია, ნუ ბუნებრივია. ხადულ ესთეტიკური თვალსაზრისით და ის რომ მაგალითად ჩვენ მშვიდობა სამი კაცი დგას, არც ერთს არ აქვს მიღებული მუსიკალური განათლება აკადემიური, თუმცა როგორ არ აქვს, როგორც კორნელი კეკელიძე ამბობდა სკოლარულობა, ესე ტერმინს მოიხმოვდა და აი ესეთი ხალხური პროფესიონალიზმი ახსოვდა და ხალხური პროფესიონალიზმი ჩვენთან რო იყო. ეს მერცის გადამოძები ნიჭია ხო? ეს არის და არის. რა თქმა უნდა, ეს ისეთი სკოლა, მაგრამ ხადია არა აკადემიური გაგებით, რომ ეს უდიდესი ფენომენია და ძალიან დიდი სიმდიდრე ჩვენი. ეთახვებით. ბატონო გია და მე მინდა გითხრათ, რომ ასე სწრაფად ჯერ სტუმართან დასულა დრო ნამდვილად ყოველთვის საინტერესოა თქვენთან საუბარი. მე აქვე მინდა პირობა ჩამოგართვათ, რომ ჩვენ ამ თემას აუცილებლად გავაგრძელებთ. ერთ-ერთ გადაცემას და არაერთ გადაცემას დავუთმობთ ჩვენ კიდევ ქართულ ფოლკლორს. მე მინდა ბედნიერი ახალი წელი გისურვოთ. ჯანმრთელობა არ მოგაკლოთ მერთმა. დიდხანს გაგეხარებინოთ თქვენი შემოქმედებით და თქვენი საქმიანობით ჩვენი მაყურებელი და მსმენელი. მე მინდა დავემშვიდობო, უკვე შევხვდებით ჩვენ ახალ წელს, მომავალ წელს. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ და ალბათ ესეთი დამაგვირგვინებელი იქნება, როგორც ყველა ქართული სუფრის და არა მარტო და ახალი წლის და ჩვენი საუბარსაც მოუხდება. უბრალოდ მრავალჯამიერით დავემშვიდობოთ ჩვენს საუკეთესო ახალ წელს. მუსორებ დამდეგს ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. დიდი მადლობა.